მოდი ვისაუბროთ ჩვენს ბიბლიურ წინაპრებზე. სემი, ქამი, იაფეტი და მათი მეუღლეები, სეთქელებაბი, ნეალთემოკი და ადათანესისი. რატომ არიან ქამიტები შავკანიანები? ეს არის ქამის მეუღლის, ნეალთემოკის დამსახურება. ის წარმოშობით იყო კაენის შთამომავალი და ნაწილობრივ იყო ნეფილიმი. ქამი არ ყოფილა შავკანიანი. არც სემი, არც იაფეტი. მათ ერთნაირი გარეგნობა ჰქონდათ. სემის მეუღლე სეთქელებაბი იყო სეთის, იგივე შეთის შთამომავალი. შესაბამისად, მასში ვერ იქნებოდა ნეფილიმური სისხლი. იაფეტის მეუღლე ადათანესისი ერთი ვერსიით იყო აბელის შთამომავალი, მეორე ვერსიით იყო სეითის შთამომავალი. სეთქელებაბი, ნეალთემოკი და ადათანესისი გარეგნულად, რადიკალურად განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან. ადათანესისი იყო წვრილთვალება, მკვეთრად გამოხატული ოთხკუთხედი ყბით, ერთი ვერსიით მწვანე თვალება, მეორე ვერსიით თაფლისფერ თვალება. ნეალთემოკი იყო დაახლოებით 3 მეტრის სიმაღლის, შავკანიანი და ჰქონდა ხვეული თმა. რასაკვირველია, თვალების ჭრილი ჰქონდა შიდა მხარეს დახრილი. თვალების ფერი იყო შავი. რაც შეეხება სეთქელებაბს, სეთქელებაბის თვალების ფერი იყო ყავისფერი, ჭრილი ჰქონდა ბოლოში დახრილი და ეს ყველაფერი სემის შთამომავლების უმეტესობას გამოყვა. რა ხდება შემდეგ? დრო გადიოდა და სემის, ქამისა და იაფეტის შთამომავლები ერთმანეთზე ქორწინდებოდნენ. ამით მათი გარეგნული თვისებები ერთმანეთში ირეოდა. მარტივად რომ აგიხსნათ, გენეტიკურად ქამის შთამომავალი მამაკაცები ძალიან მცირე რაოდენობისაა დედამიწაზე, მაგრამ ქამის შთამომავალი გოგონები ძალიან დიდი რაოდენობისაა. მაგალითისთვის თუ ავიღებთ ინდოეთს, ინდოელები არიან სემის შთამომავალი ელამის მამაკაცური გენის მატარებელი უმეტესად, მაგრამ დედის ხაზით არიან უმეტესწილად ქამიტები. სწორედ ამიტომაა, რომ ინდოელები გარეგნულად არიან რაღაცა სემის და ქამის შუალედური ვერსია. სემის ვაჟი არამი, ვინაიდან ცხოვრობს აფრიკის საზღვარზე, მისი შთამომავლები ქორწინდებიან ასევე აფრიკელებზე და სწორედ ამიტომ საწყის ეტაპზე გენეტიკური კოდის მატარებელი ადამიანები იღებენ შავ კანს, გიგანტიზმს და შიდა მხარეს ხდება მათი თვალების დახრა. ანუ მარტივად რომ თქვათ, გენეტიკური კოდი არის ნაწილობრივ ქამიტური. გენეტიკური კოდის მატარებელი ადამიანების წინაპრები მამის ხაზით არიან სემიტები, დიდი წინაპარი დედის ხაზით არიან ქამიტები. მსგავსი რაღაცა ხდება გენეტიკურ კოდთან მიმართებითაც. გენეტიკური კოდი არის ვერსია, რომ ასევე გადაიკვეთა ქამიტურ ხაზებში და ამიტომაც აქვს გამოვლენილი გენეტიკური კოდის ზოგიერთ შტოს გიგანტიზმი. ასევე გენეტიკური კოდი შეიჭრა აფრიკის კონტინენტზე და იქ არსებული აფრიკული გენი დაჩრდილა. დიახ, არ მოგესმათ, ჩრდილოეთ აფრიკაში მძლავრობს გენეტიკური კოდი მთლიანად. საჰარის ჩრდილოეთით სრულად არის გენეტიკური კოდი დამკვიდრებული. გენეტიკური კოდი რასაკვირველია, იქ ადგილზე მყოფ ქამიტური წარმოშობის ქალბატონებზე ქორწინდებოდა. ამიტომ გენეტიკური კოდის შთამომავლებს E1B იქნება, ეს თუ E2 თუ E3 აქვს გამოვლენილი აფრიკული გარეგნობა. ასე ხდებოდა სხვა გენებთან დაკავშირებითაც. რაც შეეხება G გენეტიკურ კოდს და L გენეტიკურ კოდს, L გენეტიკურ კოდზე გითხარით, G გენეტიკურ კოდზე არის ვერსია, რომ არის გადაკვეთილი J გენეტიკურ კოდში და ვინაიდან ყველა იაფეტის წარმოადგენელს აქვს წვრილი თვალები, მკვეთრად გამოხატული ოთხკუთხედი ყბა და ყურის ბიბილო ლამის არ აქვს, G გენეტიკურ კოდს რაღაცა სემის და იაფეტის ხაზის შუალედური ვერსია უვლინდება ხოლმე და ეს მკვეთრად გამოხატული ოთხკუთხედი ყბა ოდნავ არის მომრგვალებული ვერსიის ჭყალებში და ყურის ბიბილო რასაკვირველია გვაქვს. ეს იმას ნიშნავს, რომ სემის ხაზში გადაიკვეთა G გენეტიკური კოდი. უფალმა გაგახაროთ და გაგაძლიეროთ, უფალმა კეთილ გზაზე გადაროთ მუდამ.